ქუთაის ნიუპორტის დამეგობრებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ინგლისელი სტუმრები 3 დღის მანძილზე ქუთაისში სხვადასხვა შეხვედრას გამართავენ. საიუბილეო პროგრამის ფარგლებში შეხვედრა მოეწყო ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წევრებსა და ნიუპორტის ახალგაზრდული ორგანიზაციის YMCA-ის ხელმძღვანელ პიტერ ლანდერს შორის. ნიუპორტელი სტუმარი მზადაა საკუთარი მუშაობის გამოცდილება გაუზიაროს ქუთაისელ ახალგაზრდებს და ამ ეტაპზე ნიუპორტის ორი სხვადასხვა სკოლა ქუთაისის პირველ და 51-ე საჯარო სკოლებთან დაამეგობროს. But I'm hoping to achieve. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ გაღრმავდება ურთიერთობა ქართველ და ქუთაისელ და ნიუპორტელ ახალგაზრდებს შორის. ჩემი მიზანი არის, რომ ქუთაისის სკოლები დავამეგობრო ნიუპორტის სკოლებთან. მე უკვე ნიუპორტში რამდენიმე სკოლას ვესაუბრა და ჩვენი სურვილი არის, რომ ქუთაისელ და ნიუპორტელ ახალგაზრდებს შორის მეგობრობა იყოს არა მხოლოდ სოციალური ქსელების დონეზე, არამედ ეს იყოს უფრო ღრმა და უფრო მჭიდრო. I've been talking to a number of schools in ინგლისელი სტუმრების აზრით ორი ქალაქის ახალგაზრდებს შორის მეგობრობა ქალაქებისა და ქვეყნების მეგობრობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, რასაც ქუთაისელებიც ეთანხმებიან. შეხვედრაზე ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ სტუმარს განყოფილების მუშაობა გააცნო. ახალგაზრდებმა ისაუბრეს საკუთარ ღონისძიებებზე თუ რას აკეთებს მათი ორგანიზაციები ქუთაისში, მათი საინიციატივო ჯგუფები, ასევე ვისაუბრეთ თუ ქუთაისის მერია როგორ უჭერს მხარს ახალგაზრდული პროგრამების განვითარებას და ბატონ პიტერ ლანდერსისგან მივიღეთ რეკომენდაციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.